კუდები ისეთი დაღლილი ვარ, მაგრამ დღეს ჩემი პირველი თემუ სამანათი ჩამოვიდა. Oh my god. ეს კი მჯერა, რომ თემუდან გამოვიწერე. ზოგადად საქართველოში არასდროს არაფერი არ გამომიწერია. ბოლო 3 თვე აქ ცხოვრობ და ეს ჩემი პირველი ზოგადად პირველი შეკვეთა ონლაინ საქართველოში და პირველი თემუს შეკვეთა ზოგადად ცხოვრებაში. აბა ვნახოთ რა ჩამოვიდა თემუდან. ეს სამაჯურები. ახლა როგორი? სპეციფიური სუნი ნამდვილად აქვს. აი, ვაიმე, ყველაფერი ასე პატარა თუ იქნება. Oh my god. Wow. ძალიან მომწონს. მაშინ როგორც მახსოვს, გადავიხადე 6 ლარი, მაგრამ არ მეტევა, რა და არც დიდი ხელი არ მაქვს. ძალიან ლამაზია. ვიცი რომ ფერი უცებ გადავა, მაგრამ არავიშავს ფასის შესაბამისი აქვს, ასე რომ ძალიან ლამაზია. Oh my god. ძალიან მომწონს. ნახოთ ერთი. ეს ძალიან ლამაზია. ეს ძალიან ლამაზია. ამ საყურებში როგორც მახსოვს 1 ლარი, ალბათ ლარნახევარი გადავიხადე. ვაუ. ძალიან მომწონს. შემდეგი ნივთი არის ყელსაბამი, რომელიც ასევე უკვე ძალიან მომწონს. Oh my god. ეს არ ვიცი რა არის. Okay, ეს არის საფრთხე. Wow. Okay. Okay. ერთი რომელსაც ყველაზე მეტად ველოდებოდი არის ეს თავსაფარი. Wow. სტად ისეთი როგორც მინდოდა. ეს რატო არის ასე? ამას ვერ ხვდები, მაგრამ Okay. შემდეგი ნივთი არის ბეჭედი, რომელიც ძალიან მინიატურულია. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ხარისხია, თუმცა როგორც მახსოვს 2 ლარიც კი არ გადავიხადე, ასე რომ შვენიერია. შემდეგი ნივთი, რომელსაც ასევე ძალიან ველოდი, არის მეორე თავსაბურავი, რომელიც ახლა ძალიან ტრენდულია და ყველას ასეთი თავსაბურავი უკეთია. ჩინოთ. ნუ ხო, დიდი ვერაფერი. მე არ მიხდება ნამდვილად. მიხდება? და ბოლო ნივთი, რასაც ასევე ძალიან ველოდებოდი, არის მაისური. ძალიან მაინტერესებდა ზოგადად ხარისხი, როგორი ხარისხის ნივთები ჩამოდიოდა და კიდევ კარგი ამის მეტი არაფერი არ გამომიწერია ტანსაცმელი, იმიტომ რომ საკმაოდ ცუდი ხარისხის მაისურია. მოკლედ, სულ ეს იყო ჩემი და თემუს გამოცდილება, პირველი ურთიერთობა. ვნახოთ, დავრჩებით თუ არა ერთად. სავარაუდოდ არა. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის.